ონკოლოგიური დაავადებების კურნალობაში დრო კრიტიკული ფაქტორია. თუმცა სწორი დიაგნოზის დასმა ხშირად საკმაოდ მტკივნეულ და ხანგრძლივ არის დაკავშირებული. დღემდე პაციენტებს უწევთ ისეთი ინვაზიური პროცედურების გავლა, როგორიც არის მაგალითად ბიოპსია. თუმცა მედიცინისა და ტექნოლოგიის გადაკვეთაზე დღეს უკვე სრულიად ახალი მოცემულობა გვაქვს. მეცნიერებაში გვაქვს ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკას უფრო მარტივს და უმტკივნეულოდ გახდის პოტენციურად. რას წარმოადგენს ეს ახალი ტექნოლოგია და როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სიმსივნის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილ სტანდარტებს? დღეს ამ თემაზე ჩვენი მუდმივი სტუმარი არსენ სერბისკვერაძე გვესაუბრება. არსენ, მოგესალმები. რა სიახლე მოგესალმებით დღეს? მოგესალმებით ლევან ნინი. ონკოლოგიაში მართლაც მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. ამერიკელმა მეცნიერებმა კალმის ზომის ინოვაციური მიკროსკოპი, სახელწოდებით Precision View შექმნეს, რომელიც სიმსივნეებს ადრეულ ეტაპზე ბიოპსიის გარეშე ამოიცნობს. და დიაგნოსტიკა როგორ ხდება და როგორ განმარტოთ კონკრეტულად რა სიმსივნეებს ამოიცნობს? აქამდე ექიმებს არსებული ოპტიკური ხელსაწყოებით არ შეეძლოთ სრულყოფილი გამოსახულების მიღება, რის გამოც მუდმივად უწევდათ ქსოვილის ამოკვეთა, ანუ ბიოპსია და შემდგომ ამ ნიმუშების ლაბორატორიაში მიკროსკოპით შესწავლა. ეს ახალი კალმის ზომის მოწყობილობა კი ამ პრობლემას აგვარებს. მას ექიმი საიჭრო ქსოვილს ადებს, აპარატი ლაზერული სხივით ასკანერებს უჯრედებს, ხოლო ეს გამოსახულება მომენტალურად აისახება ეკრანზე, საიდანაც შემდგომ ექიმი უკვე ძალიან მარტივად ამოიცნობს დაზიანებულ უჯრედებსა და სიმსივნურ სისხლძარღვებს. ანუ აქ ხამაქვს ორი მნიშვნელოვანი კითხვა. პირველ რიგში მინდა გავეხმარო იმ ცნობილ აზრს, რაც ხალხს გონია, რომ ბიოპსია, რომელიც არის მცირე ქსოვილის შეგროვება სიმსივნური უბნიდან, არ უღებს სიმსივნის მთლიანობას და მის გავრცელებას გამოიწვევს და აქედან მოდის მეტასტაზირება დაავადების. ეს არის ცრუ წარმოდგენა. ამას ხაზი უნდა გაისვას. ხაზი უნდა გაისვას, რა თქმა უნდა, კი ეს არის დიაგნოსტიკური კვლევა, თუმცა რა თქმა უნდა, არის ინვაზიური და რა თქმა უნდა, არ უღებს მთლიანობას ამ სიმსივნის. ეს საკმაოდ საინტერესო ტექნოლოგია არის და როგორც მივხვდი, ანუ ლაივ რეჟიმში, ასე რომ ვთქვა, ანუ მაშინვე რეალურ დროში. რეალურ დროში ამ შედეგების და როგორც ბიოპსიაზე ხშირად არის ხოლმე, რომ 2 კვირა მოხდა აღჭერა. და ლაბორატორიაში მიკროსკოპით შესწავლა. ნუ, ვახსენოთ ლევან პირველ რიგში, რომ მედიცინაში სტანდარტულად ხელოვნური ინტელექტი უკვე არსებული გამოსახულებების გასაძლიერებლად გამოიყენება. თუმცა მეცნიერება ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი უშუალოდ მიკროსკოპის ოპტიკური სისტემის დასაპროგრამებლად და მთლიანად შესამუშავებლად გამოიყენეს. და ამ ინტეგრაციის შედეგად მოწყობილობა სტანდარტულ მიკროსკოპებთან შედარებით ამ მოწყობილობას 5-ჯერ უფრო ფართო ხედვის არე და 8-ჯერ უფრო ღრმა ფოკუსი აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს ექიმებს, საშუალებას აძლევს სიმსივნის ორ მთავარ მახასიათებელს დააკვირდნენ და ამოიცნონ. ეს არის ქსოვილის უჯრედული ცვლილებები და ზედაპირის ქვეშ არსებული მიკროსისხლძარღვები და საბოლოო ჯამში მიიღონ ქსოვილის დეტალური რუკა, რომელზეც უკვე ნათლად და მკაფიოდ ჩანს და ერთმანეთისგან გაირჩევა ჯანსაღი და კიბოსწინარე უჯრედები. თუ ჩატარდა კვლევები და თუ არის უკვე დატესტილი, ასე ვთქვათ, ეს მოწყობილობა. კვლევები ჩატარდა, ეს კვლევები არის წარმატებული საბედნიეროდ. პირისგულსა და საშვილოსნოს ყელის ქსოვილებზე ჩატარდა ეს კვლევები და ამ აპარატმა წარმატებით ამოიცნო პათოლოგიები, ანუ შეგვიძლია იმედი გქონდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაც თეორია და პრაქტიკაში უკვე მუშაობს. და ღირებულება ღირებულება არის ამ ტექნოლოგიის ყველაზე დიდი უპირატესობა. სტანდარტულად მაღალ ტექნოლოგიური აპარატები ამ ტიპის კოლოსალური თანხები ღირს, მაგრამ Precision View ფასი არის დაახლოებით $3,000, რაც არის იმ მხრივ ეფექტური, რომ განვითარებადი რეგიონების კლინიკებისთვის იქნება ხელმისაწვდომი იმ რეგიონებისა და იმ კლინიკებისთვის, სადაც მაღალ ტექნოლოგიური ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა უბრალოდ არ არსებობს. საინტერესო ნამდვილად, ალბათ პირველი აზრის ამაზე გიჩნდება არის, რომ თუ უფრო მარტივად შეგვიძლია ამის აღმოჩენა, ბევრი ონკოლოგიური დაავადებების პოტენციურ განვითარების შეფერხება, აშენელება მაინც შეგვიძლია. საინტერესო ტექნოლოგია არის და ალბათ კითხვა, რომელიც ასევე საინტერესო არის, რადგან ფასით შედარებით დაბალი არის, საქართველოშიც ხომ არ ვიხილავთ ამ ტექნოლოგიას, მაგრამ როგორ ფიქრობ? ჩემი აზრით, სავსებით შესაძლებელია, თუ ეს კვლევები საბოლოოდ დასრულდება და იქნება ხელმისაწვდომი გლობალურად, საქართველოშიც არაფერი უდგას წინ, რომ იყოს ხელმისაწვდომი. მეცნიერები ზოგადად ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციური ოპტიკის გაერთიანებას პოზიტიურად უყურებენ და მომავალში ეს ტექნოლოგია საქართველოში კი არა და გლობალურად კი არა, საქართველოშიც და სხვა განვითარებად რეგიონებშიც იქნება აუცილებლად ხელმისაწვდომი ჩემი აზრით. და ექსპერტებიც მეთანხმებიან. ძალიან საინტერესო. შეფხარებს ექსპერტები. დიდი მადლობა არსენ ამ თემაზე რომ გესაუბრეთ. საინტერესო ძალიან.